სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევნები. რატომაა დღევანდელი არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებული? მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დღეს უნდა მოახერხოს და გააკეთოს არჩევანი. უпростоრად მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით. გააზრებულად და არა რწმენით. რწმენა მხედველობაში მაქვს არარელიგიური, რა თქმა უნდა. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოახერხეთ, რომ ვიღაცის უჯერა რაღაც დროს, რაღაც მომენტში გვწამს და ამ რწმენის მიხედვით წლების განმავლობაში ვახერხებთ დაუჭიროთ ხარი. ვიღაც პარტიას, ან ვიღაც პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოახერხა ძირითადმა ნაწილმა და უდიდესმა ნაწილმა გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამას გესაუბრებით წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობა საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდაქმნა გარდატეხა მოხდა, რამე თუ უმრავლესობამ საზოგადოების, კიდევ გავიმეორებ, მოახერხა უკვე გონებით, გააზრებით არჩევნების გაკეთება. აი ეს ამას ველოდებით დღევანდელი არჩევნების აქტივობა ზოგადად არჩევნებში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალი უნდა იყოს აქტივობა, მაგრამ ყველაზე გამსაზღვრელი მაინც ჩემთვის გახლავთ ის, რომ არა ემოციებით უკვე, ძირითადი ნაწილი მოსახლეობის უკვე არა ემოციურად და არა რწმენით. რწმენა მე განმარტე რა მაქვს ხედველობაში, არა ემოციებით, არა რწმენით, არამედ გონებით აკეთებს თავისი ქვეყნის მომავლის არჩევანს.